მოგესალმებით მეგობრებო, გუშინ მე საუბრენ ჭიათურიდან, რამოდენიმე ადამიანთან მქონდა კონტაქტი და აღმისწერენ ის თუ რა რთული სიტუაცია იქ. მე მინდა რამე ჩემი აზრი გამოვთქვა ამ თემასთან დაკავშირებით და საერთოდ ადამიანებს, პოლიტიკოსებს, ყველას ის ვინც აქტიურობს ამ წუთას და ებრძვის ხელისუფლებას, მინდა მათ მიმართო საქართველო არ არის მრავალრიცხოვანი ერი ჩინეთივით, რომ ყოველი ქართველის ბედი არ გვაჯავრებდეს და ის ქართული ოცნების მომხრეა მიამიტა თუ არ არის მომხრე, შემცდარია თუ არ არის შემცდარი, ისაა ჩვენი მოქალაქეები და მათი უფლებები ჩვენ უნდა დავიცვათ. აქედან გამომდინარე მე მინდა თქვა, რომ ის პატიმრები, რომელიც ერთი შიმშილობს ციხეში, თვლი რომ არიან პოლიტიკური პატიმრები. რა თქმა უნდა, მათ არა აქვთ გაცნობიერებული და იძახიან პოლიტიკოსები, არ გვინდაო, მაგრამ მათაც მინდა უთხრა, როცა აქციას მართავ, თუნდაც სოციალურ მოთხოვნებით, ეს უკვე არის პოლიტიკური აქტი. და როცა ამ საკითხზე აქციის გამართვისთვის იჭირავენ ადამიანებს, ეს არის უკვე პოლიტიკური პატიმარი და მე მინდა რომ ყველა მივანიჭოთ მათ პოლიტიკური პატიმრის სტატუსი, ვაღიაროთ როგორც პოლიტიკური პატიმრები და გამოვცხადოთ სოლიდარობა. მიუხედავად იმისა, მე მოვწონ ვარ თუ არ მოვწონ ვარ და ვინმე მოწონს მათ თუ არ მოწონს ოპოზიციას, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ისინი არიან უსამართლო დაჭერილები და ისინი არიან პოლიტიკური პატიმრები. არსებობს და მაქვს ინფორმაცია, რომ დღე არ გავოო ჭიათურა ათეულობით ოჯახმა არ დატოვოს. ზოგი მიდის თბილისში, ზოგი მიდის ბათუმში და ზოგი მიდის ემიგრაციაში. ამ ქალაქს ემუქრება გადაშენება ან და აქვენ მეორე ინფორმაცია, უკვე გამზადებული ყავთ ადამიანები, ინდუელი იქნება, ეს პაკისტანელი იქნება თუ შავკანიანი, აფრიკის რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელი, რომ ისინი ჩაასახლონ, იყვენ უფრო იაფი მუშახელი არიან და რომლებიც ვერავითარ წინააღმდეგებს და მოთხოვნებს ვერ დაუყენებენ. აი აქეთკენ მიდის ყველაფერი. ჩვენ თუ ამ წუთას განგაში ზარი არ შემოვყარით. ამ ქალაქს დავკარგავთ, დაიკარგება ქალაქი, როგორც ქართული ქალაქი, იქ აღარ იქნება ქართული მოსახლეობა. ეს საშიშროება არსებობს. და მინდა ახლა იმ პარტიებს მიმართო განსაკუთრებით რა. ვინც არჩევნებში აპირებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. დაწერეთ გეგმა რა გახდა, რომ დაწეროთ გეგმა, როგორ უყურებ ჭიათურის გადარჩენას, რომ არ შეიძლება ჭიათურა მხოლოდ მარგანეზე იყოს დამოკიდებული, რომ უნდა განვითარდეს ტურიზმი, რომ თვითმმართველობა უნდა იყოს მართლა რეალური თვითმმართველობა და იქ შემოსული თანხების დიდი ნაწილი უნდა დარჩეს ქალაქს, რომელიც მოხარდება მის ინფრასტრუქტურის, მის ჯანდაცვის, მის სოციალური განვითარება. დააწერეთ და უთხარით, შეთავაზეთ იმ ხალხს, იქნება გელაპარაკებიან, რომ მოიმაშობით აქ და ამბობთ, აუ, გელაპარაკები არ უნდივართ. რას ქვია არ უნდივართ? ცადეთ, რამე შეთავაზეთ. ხო და ახლა ლელოს იმანო იურისტები ყავთ, ეკონომისტები ყავთ, ასე თუ ისე თანხა გააქვთ. დააწერეთ ჭიათურის გადარჩენის გეგმა და შეთავაზეთ იმ ხალხს. ბოლო არჩევნებში თუ აპირებ მონაწილეობა ჭიათურაში არ აპირებთ ასვლას. ჭიათურა საქართველო არაა? თუ როგორაა ერთი ჩვენისა მათმელიში რო წამოგლანძულხათ. ჭიათურიდან შემოსული ფულითაა უდიდესი ბიუჯეტი, უდიდესი თანხები შედის ჭიათურიდან. ხო და რო წამოგლანძულხათ ამ ჭიათურების ფულზე და ფეხებზე კიდიათ ჭიათურა, მასზე არ შეიძლება დედააფეთქებული კაცო. კეთილი ინებეთ და მონახეთ გზები ჭიათურასთან, ჭიათურლებთან და გამოიყენეთ იქ არსებული კრიზისი არსებულ ხელისუფლებასთან საბრძოლველად. მადლობთ ყურადღებისათვის და როიცოდეთ ყველა აქციაზე ავდიოდი ჭიათურაში მიუხედავად იმისა, ბევრს არ ვევასებოდი და არ უნდა და ჩემი აზრით, მაგრამ მაინც ავდიოდი. წინააღმდეგობებს ხდებოდა, მაგრამ მაინც ავდიოდი. და როიცოდეთ, რომ ვიყო ახლა საქართველოში, ვიქნებოდი იქანა აუცილებლად.